დღეს მინდა რომ ვისაუბროთ რეთინოლზე, თუმცა პირველ რიგში მოდი გავემზადოთ, დავისკრაბოთ, მკვდარი კანი მოვიშოროთ. გადავიდეთ ახლა რეთინოლზე. თვითონ რეთინოლი არის A ვიტამინის ცხიმში ხსნადი ფორმა. ის ხელს უწყობს უჯრედების ცვლას და კოლაგენის წარმოებას. გამოიყენება წვრილი ნაოჭების საწინააღმდეგოდ, ხაზების საწინააღმდეგოდ და აკნეს შესამცირებლადაც კი. მე ვიწყებ რეთინოლის სირუმით, შემდგომ რეთინოლის საცხით და ბოლოს რეთინოლის თვალის საცხით ვამთავრებ. მას აქვს უნარი რომ ღრმად შეაღწიოს კანში, სწორედ ამიტომ არის რომ ზოგჯერ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ის საკმაოდ არაკომფორტული გამოსაყენებელი არის. ასევე უნდა ვთქვა, რომ მე ყოველთვის ღამის რუტინაში ვხმარობ რეთინოლს და მე უბრალოდ ვიცინებ, ანუ მზეს აღარ ვენახები და შემდეგ დღეს აუცილებლად SPF-საც ვიყენებ. ჩემი რჩევა იქნება, რომ რეთინოლი დღის რუტინაში არ ჩასვათ, მე ყოველ შემთხვევისთვის ჩემ პრაქტიკიდან გამომდინარე, კარგი არაფერი მოუტანია, მაგრამ ღამის რუტინაში არის შესანიშნავი. რაც შეეხება გაღიზიანებას, რეთინოლი ცოტა პრეტენზიული მოსახმარი არის. სჯობს რომ ნელ-ნელა დაიწყოთ მისი მოხმარება, კვირაში ერთხელ და შემდეგ სურვილისამებრ გაზრდით. მე მრავალი წელია მოვიხმარ რეთინოლს, ჩემთვის პირადად ის ერთ-ერთი შეუცვლელი ანტი-ეიჯი ინგრედიენტი არის.